მეგობრებო, მოგესალმებით, საჯარო გაშლა მინდა შემოგთავაზოთ. მადლობა არხის გამომწერებს იმისთვის, რომ ხართ აქტიურები, იმისთვის, რომ არხის განვითარებისთვის YouTube არხს გულისხმობ ამ შემთხვევაში არიშურებთ ლაიქებს, დისლაიქებს და ჩემთვის ყველანაირი თქვენი ჩართულობა არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. და ახლა საჯარო გაშლა შემდეგი თემით მინდა შემოგთავაზოთ. ახსენდებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს. ახლა ამ მომენტში, როდესაც ამ საჯარო გაშლას უყურებთ, ახსენდებით თუ არა. არა ენატრებით ხომ გავმიჯნოთ ხო კითხვები ერთმანეთისგან. ახსენდებით თუ არა. და როგორი არის მისი ეს გახსენების მომენტში როგორ ახსენდებით და რა ემოციებს თქვათ გვრის მას თქვენი გახსენების მომენტი. ასევე შეგახსენებთ, რომ მე მაქვს ჩემი დახურულ ეზოთერიულ შემეცნებითი ჯგუფი, სახელწოდებით მზის კარი, რომელიც 1000-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, ეს Facebook ვერტზე ხდება. ვისაც სურვილი გაქვთ უფრო მეტი ინფორმაციისთვის, ახლა მეთოდებს ძალიან საინტერესო შემეცნებითი პროცესები გვაქვს დახურულ ჯგუფში. გავდივართ ძალიან საინტერესო თემებს, ძალიან საინტერესო ასპექტებს, ძალიან საინტერესო ინფორმაციებს და გამოცდილებებს ვუცვლით ერთმანეთს ერთგვაროვან მაგიურ ჭრილში. და მოკლედ ჯგუფ მზის კარში დაგვხვდებათ ყველაფერი ის, რაც არ იქნება არსად, იმიტომ რომ ეს არის ის ჯგუფი, რომელიც შექმნილია მხოლოდ მაგიურ ოკულტური პრაქტიკებისთვის, შემეცნებითი გზისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდა რომ უფრო მეტი გაიგოს და შეიგრძნოს სამყაროს სიკვდილები. მას შესაბამე სამი ვარიანტი. ახსენდებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს პირველი ვარიანტი, ახსენდებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს მეორე ვარიანტი და ახსენდებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს მესამე ვარიანტი. ძალიან კარგი, მოდი ცოტა გავანათოთ. კარგით. სამი სამეჯური გვექნება. პირველი ეს არის წითელი იასპის სამეჯური. მეორე ეს არის ხავსიანი აკატის სამეჯური. და მესამე ეს არის მოკაიტ იასპის სამეჯური, ხო? წითელი იასპი, მოკაიტ იასპი. ესეთი სამი ძალიან ლამაზი სამეჯური არის ახლა თქვენს წინაშე წარმოდგენილი სამი ვარიანტი. ახსენდებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს, შეგიძლიათ დააპაუზოთ ეკრანი. იმისთვის, რომ უფრო მეტად კონცენტრირდეთ კონკრეტულ ადამიანზე და მასთან დაკავშირებულ ამ შეკითხვაზე. ახსენდებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს. მე გევიწყებ ვარიანტი პირველი, ვინც ვერ მოასწარით, შეგიძლიათ დააპაუზოთ ეკრანი და ისე ერჩიოთ ვარიანტი პირველი. ახსენდებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს ახლა. ახსენდებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს ახლა. ჩაფიქრებული ადამიანი ახლა არის თავის კომფორტის ზონაში. ადამიანი ახლა არის თავისი შედეგების დათვლის რეჟიმში, ხო? ადამიანი ახლა მთლიანად კონცენტრირებულია და ორიენტირებულია საკუთარ თავზე, საკუთარ შედეგებზე. ის სხვათა შორის ძალიან კმაყოფილია თავისი შედეგებით, ძალიან მოსწონს ის მისი მდგომარეობა, პოზიცია, ფინანსური, სოციალური, არ აქვს მნიშვნელობა, სადაც ახლა ეს ადამიანი იმყოფება. ამიტომ მე ასე ვიტყოდი, რომ ახლა ადამიანი ყველანაირად არის კონცენტრირებული მხოლოდ საკუთარ თავზე. ახსენდებით თუ არა, ამ მომენტისათვის აბონენტი მიასწამ. ამ მომენტისათვის არ ახსენდებით, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ განმეორდები, მისთვის ახლა პირველხარისხოვანი არის საკუთარი შედეგებით ტკბობის პროცესი, როდესაც ადამიანმა ბევრი იმუშავა, ბევრი არ ვიცი, ან გარკვეული ესეთი ჩართული იყო გარკვეულ პროცესებში ძალიან ინტენსიურად და ახლა შედეგით იღებს სიამოვნება. შესაძლებელია გარკვეულ არდადეგებზე ადამიანი და ამ არდადეგების ფონზე ზაფხულის რაღაც ვოიაჟებშია და ადამიანს მოგონებებისთვის ნაკლებად სცალია, ხო? მაგრამ მოდით მაინც კიდევ ერთი არკანით ვიდით, ხო? მაინც
ახსენდებით თუ არა? პირველი ვარიანტი ჩაფიქრებულ ადამიანს ახსენდებით თუ არა? მე-13 არკანი სიცარიელი, ანუ ამ შემთხვევაში არკანის სიკვდილი ამბობს იმას, რომ თქვენ ამ ადამიანს ახლა არ ახსენდებით ამ მომენტში, იმიტომ რომ არის აბსოლუტური სიცარიელი, არის აბსოლუტური სუფთა ფურცელი თქვენ შემთხვევაში და მთლიანად ადამიანი ახლა არის ორიენტირებული საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებაზე, შესაძლებელია დააშორდით, დაასრულოთ ადამიანებმა ერთმანეთთან ურთიერთობა და ვერ ვიტყვი რომ ახლა ამ მომენტში რაღაცა ესეთი განსაკუთრებული ან ტკივილი ან იმედგაცრუება მოდის, იმიტომ რომ პირველი არკანის სიგნიფიკატორი ამაზე არ მისაუბრება, თუმცა როდესაც მეორედ შევეკითხე ახსენდებით თუ არა ადამიანს, ხო, ამოვიდა პირდაპირ მე-13 არკანი. ანუ არა მსო ადამიანს არ ახსენდებით, ადამიანს არ სურს რომ რაიმე თქვათ კავშირი იყოს თქვენსა და მის მეხსიერებებს შორის ხვდებით ხომ? ანუ არ უნდა, იმიტომ რომ შესაძლებელია რაღაცა გარკვეული მტკივნეული გამოცდილებები გაქვთ ადამიანებთან, თითქოს ეს არის უკვე დასრულებული წიგნი, რომლის წაკითხვაც ამ ადამიანს ხელთავიდან აღარ სურს. აი ეს არის პირველი ვარიანტი, თქვენი ვარიანტის პასუხი და გადავედით მეორე ვარიანტზე. მწვანე, აბსოლუტურად ხავსიანი აკატი. ახსენდებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს? ახლა შემოძვირფასება ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენ ახლა საკმაოდ ისეთი მოდი ესე აგიხსნით ამ ვარიანტს საკმაოდ რთული პერიოდის წინაშე არის ახლა ადამიანი ძალიან ბევრს მოძრაობს ძალიან ბევრი ესეთი გადაადგილება ჩანს ადამიანის ადამიანი ახლა არც თუ ისე კომფორტულ სიტუაციაშია გულისხმობ რაღაცა გამოწვევები აქვს შესაძლოა ადამიანს გარკვეული შესაძლებელია კონფლიქტები სირთულეების წინაშე იდგეს ადამიანი ხო ანუ მთლიანად ახლა ის მობილიზებულია გარკვეული პრობლემის გადაჭრაში რომ ამ პრობლემიდან გამოვიდეს სწორი მართალი სუფთა გამარჯვებული იმისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხო ამიტომ ხუთიანების კვერთხები მე აქ მაჩვენებს იმას რომ მთლიანად ახლა მისი ცნობიერი არის მობილიზებული იმაზე რომ ეს სირთულეები გადაილახოს და პლუს ამისა აქედან მიიღოს ძალიან კარგი შედეგი იმიტომ რომ ის ყველაზე მეტად ახლა ფიქრობს აი იმ შედეგზე რომელიც მისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ხო ამიტომ მისი ყველა კუნთი ახლა დაძაბულია მისი ცნობიერი ახლა ძალიან მოჭიმულია ამიტომ ახლა კიდევ ერთ კითხვას დავუშვამ, ახლა ახსენდებით თუ არა, მეორე ვარიანტს ახსენდებით თუ არა, კვერთხების ტუზი ამოვიდა. ნახეთ როგორი რაღაც არის, ეს არის მომენტი, როდესაც ადამიანი კარგად გრძნობს თავს ან ამაღლებულ ენერგიებში, ან რაღაცნაირად ისეთ ფლუიდურ განწყობაზე მოდეს, ვთქვათ, კი, ადამიანს ახსენდებით ხოლმე ასეთ დროს, ანუ განწყობის და მიხედვით ახსენდებით, როდესაც გარკვეული სირთულეები აქვს ადამიანს ან რაღაც ესეთი პერიოდი მისთვის დაძაბული, ნაკლებად არის ეს გახსენება, მაგრამ ზოგადად ახსენდებით ხოლმე. ვერ ვიტყვი რომ საერთოდ არ ახსენდებით, ახსენდებით ადამიანს და ახსენდებით მაშინ, როდესაც რაღაცა მომენტებში ხვდება ეს ადამიანი, მიხვდით ხომ? თუმცა ამ მომენტებშიც უფრო მეტად საკუთარ თავზე და საკუთარ მეზე არის კონცენტრირებული. ანუ მისი გახსენება თქვენი ხომ? უფრო მეტად საკუთარი თავიდან გამომდინარეობს. არა ისე როგორც რაღაც ცალკე აღებული პიროვნება, არამედ აი ჩემთან მიმართებაში როგორ მოიქცა, ჩემთან მიმართებაში რა გააკეთა, ხო? ანუ საკუთარ თავზე უფრო მეტად ასე ვთქვათ, ირგებს ამ მოგონებებს თქვენზე, ხო, ახსენდებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს. ხმლების ხო, აშკარად ნახეთ, ახსენდებით, მაგრამ ეს გახსენება მისი აი ახასიათების მიხედვით არის მომენტი, რომ კარგად ახსენდებით, არის მომენტი, რომ ძალიან ცუდად ახსენდებით და ესეთი სიბრაზით იხსენებს თქვენთან დაკავშირებულ მომენტებს. ხო, ძალიან შერეული შეგრძნებები აქვს ადამიანს თქვენთან მიმართებაში. ძალიან შერეული შეგრძნებები და მე ვერ ვიტყვი, რომ ეს შეგრძნებები ყოველთვის პოზიტიურია და დადებითია თქვენთან მიმართებაში, ხო?
მაგრამ ძირითადად ადამიანი მაინც უფრო მეტად საკუთარ ნახეთ გაბრაზებულზე თუ ახსენდებით იქაც როგორ არის იცით ანალიზი კი არ კეთდება რომ ვთქვათ მესა ჩემეშალა მე არა ხო თუ ვთქვათ შეშლაზეა საუბარი არა თუ კარგად ახსენდებით აი რა მიანიჭეთ ამ ადამიანს როდის ახარებდით როდის რას აძლევდით როდის რას უზიარებდით და როდესაც ახსენდებით ცუდ ენერგიებში ახსენდება რა ატკინეთ ანუ რამდენად დამნაშავე ხართ თქვენ მასთან ხვდებით ხო ანუ ისევ მეზე არის აქცენტი გაკეთებული ვთქვათ და არა რაიმე სხვაზე მაგრამ ახლა ამ ეტაპში როდესაც თქვენ ამ საჯარო გაშლას უყურებთ ადამიანი არის მთლიანად მოცული გარკვეული საკითხების გადაჭრით და მაჩვენებს რომ ახლა ახლა ამ მომენტში მას გარკვეული მოგონებებისთვის მით უმეტეს ვთქვათ გაბრაზებულ მოგონებებზე ორიენტირება ნამდვილად არ სჭირდება იმიტომ რომ ახლა ნამდვილად არც თუ ისე მარტივი პერიოდის წინაშე დგას პირველი ვარიანტისგან განსხვავებით დაგემშვიდობებით მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი მოტაიდიასპი ახსენდებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს არკანი განდეგილი სხვათა შორის ჩაფიქრებული ადამიანი ახლა თავის ცხოვრების ძალიან საინტერესო ეტაპს გადის პირველ რიგში ეს შეიძლება ეხებოდეს საკუთარი თავის აღმოჩენას შემეცნებით გზაზე რაღაცა სამყაროს ფილოსოფიური აღქმის პროცესი ხო ანუ ფილოსოფიურად როდესაც ვუყურებთ გარკვეულ მოვლენებს ანუ ადამიანის ფიქრები ახლა თქვენთან მიმართებაში და ზოგადად ყველაფრის მიმართებაში არის უფრო მეტად გლობალური მოდი ასე ვიტყოდი ხო ადამიანი აკეთებს გარკვეულ დასკვნებს ადამიანის შესაძლებელი ხა ისეთ პროცესშია როდესაც ხაცა გარკვეულ სულიერ პრაქტიკებში შეიძლება იყოს ხო მედიტაცია იქ სულიერი სიმშვიდე საკუთარ თავში ჩაღრმავება ხო ნახეთ ადამიანი ეხლა ყველაფრის ანალიზს აკეთებს და ცდილობს რომ ეს ყველაფერი ძალიან ფილოსოფიურად გააკეთოს მოდი ასე ვთქვათ და გამოიტანოს მისთვის მნიშვნელოვანი დასკვნები ხო და ამას რაღაც უფრო შიდა პროცესებში ვხედავ ვიდრე ვთქვათ გარეთ გამოხატულ რაიმე აშკარა მოქმედებებსა თუ ვთქვათ რაღაცა ინტენსიურ ფიქრებში ერთხაზოვან ფიქრებში თქვენთან მიმართებაში ახსენდებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს ახლა შვიდიანების ხმლები და ორიანების ხმლები ნახეთ მისთვის ეს ურთიერთობა თქვენი და მისი ხომ არის ერთგვარი ანალიზის მოდი ასე ვთქვათ ფორმა იმიტომ და რატომ ვილაპარაკე ამდენი ანალიზზე ხომ იმიტომ რომ ადამიანი თქვენთან მიმართებაში ხო თქვი რაღაცა მედიტაციურ მდგომარეობაში არის თქო ახლა ადამიანი და თავის იქვების ირგვლივ გარემოცვაში ზის წინ თასი უდევს ანუ ადამიანი მედიტირებს ხო ადამიანი ეს იცით როგორი ტიპის ადამიანია რომელსაც რაღაცნაირად ერთ ადგილზე შეიძლება არ დაედგომება ანუ სიტყვამდე ეს არის მუდმივად მაძიებელი ადამიანი მუდმივად ანუ ისეთი ადამიანი რომელიც სულ რაღაციდან რაღაცაში გადადის ეძებს ესე იგი ტელეპორტაციას აკეთებს ხო ანუ ადამიანი უფრო მეტად აგროვებს გამოცდილებებს ხო რაღაცნაირად თავისთვის შიდა პროცესებში ალაგებს არა მხოლოდ თქვენთან მიმართებაში გარკვეულ მომენტებს და მოვლენებს ხო არამედ ზოგადად ეს არის ადამიანი რომელსაც ზოგადად ურთიერთობებში მით უმეტეს საპირისპირო სქესთან არ შეუძლია იყოს სტაბილური გულისხმობ იმიტომ რომ ის არის გარკვეული შემეცნების და ემოციების და გამოცდილებების მოგროვების გზაზე შეიძლება ასე ითქვას ხო ანუ ადამიანმა შეიძლება მოიტყუოს ადამიანმა შეიძლება დაკვირდეთ არაგისრულად ადამიანის სხვათა შორის შეიძლება იყოს მატყუარაც კი ხო მაგრამ ნახეთ ამ ყველაფერს ხო ადამიანი განა იმიტომ აკეთებს რომ ცუდია და ბოროტია რომ უბრალოდ ესეთი სამყარო აქვს ხვდებით ხო აი ესეთი სამყარო აქვს მის
ეს არის ესეთი მარტო მოსიარულე არსება, ადამიანი, რომელიც ცხოვრების გზაზე უნდა იყოს ყოველში უნდა იყოს არა, გაუჭირდება partnership, ანუ პარტნიორულ ურთიერთობებში, იმიტომ რომ აქვს პირველი ძალიან სპეციფიური ხასიათი და ბ, ანუ არც თუ ისე მარტივი ხასიათი, რომელიც შეიძლება ადამიანებმა არავის არ გვაქვს მარტივი ხასიათი გასაგებია, მაგრამ აი ეს არის არაპროგნოზირებადი ადამიანი, რაც შემიძლია გითხრათ. აი არაპროგნოზირებადი და დღეს ერთია, ხვალ მეორეა, თითქოს სულ მუდმივად რაღაცა ფორმებს იცვლის ეს ადამიანი და არასოდეს არ არის გასაგები. ამიტომ ახსენდებით თუ არა, კი, პერიოდებში ნამდვილად ახსენდებით ადამიანს, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ეს გახსენება მხოლოდ თქვენით იწყება და თქვენით მთავრდება, ხო? ანუ სამივე ვარიანტში უბრალოდ სხვადასხვა მომენტები აიხსნა და სხვადასხვა მომენტები გაჟღერდა, ხო? მე ვერ მოგიყვებით ვარდისფერ ზღაპრებს, რომ აუ ეხლა ახსენდები, თუ რა თქმა უნდა ეს ასე არ არის და აი ვენებს იჭრის და გადაგდებული აქვს თავი და ვეღარ დგება ფეხზე, ხო? ანუ თქვენ არ ხართ იმ ადამიანის და იმ პრაქტიკოსის არხზე, რომელიც იმიტომ მოგიყვებათ ვარდისფერ ზღაპრებს, რომ რაღაცა ილუზიებში გაცხოვროთ და ილუზიებში გამყოფოთ და მერე ეს ილუზიები ძალიან გეტკინოთ, როდესაც მიხვდებით, რომ ეს ასე არ არის და ადამიანს შესაძლებელია, ანუ არც კი ახსოვდეს თქვენი სახელი, საერთოდ გადართული იყოს სხვა რამეში, ხო? ამიტომ მეტნაკლებად პირველი ვარიანტია, რომ აი არანაირი კონექტი, ანუ არანაირი კავშირი არ არის. მეორესა და მესამე ვარიანტში არის, მაგრამ კიდევ ერთხელ განმეორდები მესამე ვარიანტი. ეს არის მაძიებელი ადამიანი, რომელიც თქვენ დღეს ახსენდებით, ხვალ სხვა გაახსენდება, ზეგ ვიღაცით აღფრთოვანდება და მასზე კიდევ შეიძლება რაღაცა ახალი, შეიძლება საერთოდ აღარ აღფრთოვანდეს და გადაწყვიტოს, რომ რა ვიცი, ბერად აღიყვეს. ანუ ხვდებით ხო? არაპროგნოზირებადი ჩამოუყალიბებელი ადამიანია, რომელიც უფრო მეტად თითქოს საკუთარ თავს აჩვენებს ძალიან ჭკვიან, ძალიან ფილოსოფოს, ძალიან სიღრმა ადამიანად, მაგრამ ამ დროს შეგნით არც თუ ისე ღრმა და ფილოსოფო. ნუ ყველაზე მაქსიმუმ სავარძლის ფილოსოფოსი იყოს და აი იქ იფილოსოფოსოს, მაგრამ ეს არ არის, აი მართლა რეალური პროცესები შიგნით არ ხდება ნამდვილად, ხო? ეს რაღაცა შემეცნებითი საინტერესო, თითქოს უფრო მეტად ვიღაცის დასანახად შეიძლება ეს კეთდებოდეს, ან უბრალოდ აკეთებდეს იმიტომ, რომ მოდაში, ან აკეთებდეს იმიტომ, რომ რაღაცა ტრენდული, ან აკეთებდეს იმიტომ, რომ აკეთებს და მორჩანოს. სიღრმისეულად პროცესებში ნამდვილად არ არის ადამიანი, ასე რომ დღეს ერთია, ხვალ მეორე, ზეგ მესამე, ასე რომ დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო, საუკეთესო სურვილებით. ჩემთვის საინტერესო ყოველთვის თქვენი კომენტარების კითხვა და ჩვენ სულ მალე დავუბრუნდებით ერთმანეთს ახალი საჯარო გაშლებით. ძალიან დიდი სიყვარულით.